დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დავბრუნდით ასტროლოგთან ქალბატონ ხათუნა ღვინიაშვილთან, რომელიც ჩვენი სტუმარი ადრეც გახდათ. მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა. მე მგონი საინტერესოა მით უმეტეს დღეს თქვენი სტუმრობა, რადგან უკვე სწორედ დღეიდან თუ არ ვცდები, თუ გუშინ დიახ, ზე გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში. ანუ რა გარკვეულწილად რაღაც ჩვენს ასე ვთქვათ galaktikაში რაღაც ახალი პერიოდი იწყება, ხო? შეიძლება ასე ვთქვათ. ვიტყვი? კი ბატონო, აი რას უნდა ველოდოთ და რა ხდება? ხო. ესე იგი გუშინ გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში და 18 თებერვალამდე მერწყულის ზოდიაქოში იქნება. მოდი თან ისიც ავსახოთ, აი რას ქვია გადავიდა? რა ექვემდებარება ის გადასვლა და რა იწევს ამ გადასვლას? კი ბატონო, მზე მოძრაობს თავისი წრის გარშემო ეკლიპტიკას ვეძახით და ყოველ 30 დაახლოებით 30 კალენდარულ დღეს ანდომებს თითო ზოდიაქოს გავლას. გაიარა თხის რქა, წინა ზოდიაქო, ახლა შედის მზე ახალ თანავარსკვლავედში მერწყულის ზოდიაქოში და აი ამ პერიოდში რა თვისებები წამოიწევს წინ და რა ხასიათი შტრიხები უფრო თვალსაცემი იქნება საზოგადოების გარკვეულ ნაწილისათვის, ვინც მერწყულის გავლენას განიცდის და დანარჩენებისთვისაც ალბათ ეს იქნება საინტერესო. რა თქმა უნდა, მოდი შეგვიძლია მივყვეთ ეს თანამდებობით. კი ბატონო. ესე იგი, როგორც თქვით, მზე უკვე მერწყულშია შესული და პროგნოზი მომავალი ერთი თვისა დაახლოებით ესეთი იქნება. ზოგადი პროგნოზი, იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს და წინა გადაცემაზეც მგონი ვახსენე, რომ ინდივიდუალური პროგნოზი მაინც ინდივიდუალური პროგნოზია. ანუ ინდივიდუალური ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი დაბადების კონკრეტული რიცხვი, კონკრეტული საათი, წუთებამდე დაყვანილი დრო და იქ ბევრად შეიძლება შეიცვალოს ის ზოგადი სურათი, რაზედაც ახლა ვისაუბრებ. და თუმცა იქაც ვერ იქნება თქვათ ყველაზე ესე მორგებული ერთი, იქ ეს არის დაახლოებით ესე ვთქვათ, მიახლოებული ალბათობითი ტენდენცია, მოდით ესე ვთქვათ, ტენდენცია, ვინაიდან როდესაც ადამიანმა იცის რა ელის, მას უკვე აქვს პირადი ნება, შეუძლია დაუშვას ეს მოვლენა, შეუძლია არ დაუშვას, ხო? თუმე გეუბნებით, რომ დღეს თქვენთვის ნეგატიური დღეა და თავი არიდეთ კამაც, მომზადებული ხარ და არიდებთ იმ დღეს თავს კამაც და აღარ არის ის დღე ასეთი მძაფრად ნეგატიური, ხო? თავისთავად. მაგრამ მოდი მერწყულს დაუბრუნდეთ, გიორგი. მოდი ცოტა თავიდან შესავალ სხვას გავაკეთებ, მოუყვები როგორია თვითონ მერწყული. კი ბატონო. კარგი? მერწყული არის ურანის მფარველობის ქვეშ მყოფი ზოდიაქო, რაც ნიშნავს, რომ ამ ნიშნის დაბადებულ ადამიანებს აქვთ მეტწილად ურანისეული ხასიათი. თუმცა რა თქმა უნდა, პირად ჰოროსკოპში სხვა პლანეტებიც ახდენენ ზეგავლენას, თუმცა როდესაც მზეზე ვსაუბრობთ, აქ ურანის თვისებები გამოიკვეთება ხოლმე მერწყულის ხასიათში. რას ნიშნავს ახლა ურანის თვისებები? ზოგადად მერწყული დამოუკიდებელი, თავისუფლების მოყვარული და ამავე დროს პროგრესისაკენ მიმართული. როდესაც მერწყულზე ვსაუბრობთ, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში მერწყულები დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენ ხოლმე და ძალიან განსხვავებულები არიან დანარჩენი ადამიანებისაგან. მეც მერწყული ვარ სხვათა შორის. ხო. უფრო ესეთი რევოლუციური, უფრო ესეთი ნოვატორული იდეები და აზრები აწუხებთ ხოლმე ზოგადად მერწყულებს. თუმცა მერწყულის მეორე თანამმართველი ასევე იმასთან რა ქვია, ურანთან ერთად არის სატურნი. და სატურნი მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ცოტა უფრო სიცივეს, ცოტა უფრო განყენებულობას ანიჭებს. მაგრამ ამავდროულად სატურნის გავლენა კიდევ იმით გამოიხატება და ეს უკვე ნეგატიური აღარ არის და პირიქით სასარგებლოა, რომ მერწყულს ამ პლანეტის გავლენით ეძლევა მეტი ამტანობის, მეტი დაჟინებულობის, თუ გინდ სიჯიუტის უნარიც და თვისებებიც, რაც ძალიან კარგად ეხმარება ხოლმე მერწყულს განსაკუთრებით შრომაში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს შრომა რაღაცა მიზნისაკენ, რაღაცა ახლის დამკვიდრებისაკენ არის ხოლმე მიმართული.
მერწყული არის ალბათ მსმენელმა ასტროლოგიაში ცოტა ჩახედულმა მსმენელმა იცის, მერწყული არის ჰაერის ნიშანი და ჰაერის ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისება არის კომუნიკაბელურობა. შენ ცეცხლის ნიშანი ხარ, ლომი ხარ, ვიცი და ამდენად ძალიან კომუნიკაბელური წესით და კანონით უნდა იყო და ალბათ ხარ კიდევაც. და ეს კომუნიკაბელურობა არა მხოლოდ ახალი ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლას უწყობს ხელს, არამედ გარემოსთანაც ადვილად, ანუ შემგუებლობაც ადვილი აქვს. ახალ გარემოს ძალიან მარტივად ეგუება მერწყული, არ უჭირს გარემოს შეცვლა. სიახლეები პირიქით მერწყულისთვის მისაღები და სასურველი თემაა. თვითონ მერწყული მინდა გითხრათ, რომ როგორია იცი, ცოტა ინერტულია და სიზარმაცეში უთვლიან ხოლმე ამას, მაგრამ სინამდვილეში ზარმაცი მერწყული არ არის ბუნებით, უფრო ეს ინერტულობა უფრო იქიდან მოდის, რომ უბრალოდ არ აინტერესებს ის საკითხი, რომელსაც დავუშვათ ავალებენ. თუ კი ვინმე შეძლებს, რომ მისი ყურადღება ამ საკითხზე უფრო აქცენტირებული გახადოს, იმ წუთასვე ენთუზიაზმით აღივსება მერწყული და ერთვება ბოლომდე და მიყავს თავისთავად წამოწყებული საქმე ბოლომდე. როგორც გითხარით, ჯიუტები ვართ მერწყულები, საქმარისად ჯიუტები ვართ, მაგრამ ეს ჯიუტე ზუსტად გვეხმარება დასახული მიზნებისაკენ წინსვლისთვის. ეს ჩემო ალბათ უმეტესმა ადამიანებმა იციან მერწყულის, განსაკუთრებით მერწყულებმა, რა თქმა უნდა, თავიანთი თავის დახასიათება, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო მეტად და მეტად წეღან თქვი, რომ შევდივართ ეთერს გარეთ მერწყულის ეპოქაში, შევედით უკვე, რაც უფრო მეტად და მეტად შევდივართ მერწყულის ეპოქაში, მით უფრო იზრდება ინტერესი ასტროლოგიის მიმართ. და რითია ეს გამოწვეული? ეს იმით არის გამოწვეული, რომ სწორედ მერწყული არის ასტროლოგიის წარმართავი ნიშანი, ანუ ურანი ეს პლანეტა, რომელიც მერწყულს მართავს, წარმართავს ასტროლოგიასაც და ბუნებრივია, რადგან ეპოქა მერწყულისაა, იზრდება დაინტერესება ასტროლოგიით. და ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე იცის, რომ ლომია, ვერძია, კურუა, ვინ არის. კი არა, იცის, რომ დავუშვათ ვერძი სიფიცხით გამოირჩევა, რომ დავუშვათ მორიელს ახასიათებს იდუმალება და მაღალი სექსუალურობა და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა მარიცის, რასაც ახლა მინდა ვისაუბრო და ხაზი გაუსვა, რომ ზოდიაქოს ნიშანში კიდევ გამოიყოფა ქვეჯგუფები, ანუ დეკადები. რა არის ახლა ეს დეკადა? ან თავად თითოეული ზოდიაქო კიდევ არის ზოდიაქო იყოფა დეკადად. ახლა თვეს აქვს 30 კალენდარული დღე, რო წარმოვიდგინოთ 3 ნაწილად რო გავყოთ, 3-3 ათეული გამოგვივა, ანუ დეკადა და აი ამ თითოეულ დეკადას აქვს თავისი მახასიათებელი რაღაცა შტრიხები. ნებისმიერ ზოდიაქოზე ვრცელდება ეს, მათ შორის რა თქმა უნდა მერწყულზეც. ესე იგი, ძირითადი თვისებები რა თქმა უნდა ექნებათ იმ საერთო, მაგრამ აი როგორ გამოავლენენ ამ თვისებებს, იქ უკვე განსხვავებული თითოეული ზოდიაქო თქვათ თითოეული ზოდიაქო იყოფა 3 ნაწილად, ესე იგი, სულ ყველა გაიყოფა 3 ნაწილად. პირველი ნაწილი, ანუ პირველი დეკადა იქნება იმ დეკადაში დაბადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი იქნება თავისი ნიშანის პირველი 10 დღე, მეორე 10 დღე და პირველი 10 დღე, ხო? პირველი 10 დღეში დაბადებულ ადამიანებისათვის დამახასიათებელი იქნება იმ წინა ზოდიაქოს მმართველის ზეგავლენაც შეერწყმის ძირეულ ზოდიაქოს მმართველის გავლენას. შუა ათეული, ანუ მეორე დეკადა, არიან ხოლმე ტიპური წარმომადგენლები, ასე თუ ისე ტიპური წარმომადგენლები არიან თავიანთი ნიშნის, იმიტომ რომ აღარ მოსდევთ ის უკვე გავლენა იქ შეწყდა და არიან ძირითადად იმ თვისებების მატარებლები, რაც სუფთა, ხო, ესეთი წმინდა წყლის. ხო, ხოლო მესამე დეკადა ხვდები ალბათ, რომ მომდევნო ზოდიაქოს გავლენას განიცდის. უკვე იქიდან შემოპარული აქვს, ასე ვთქვათ, რაღაცეები. ანალოგიურად არის მერწყულიც.
მერწყულზე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი პირველი დეკადა წეღან სატურნი ვახსენე და მერწყული ორი ნიშნით ორი პლანეტით იმართება, მეთქი ვთქვი ურანითა და სატურნით და სატურნი ამავე დროს თხის რქის მმართველიც არის. და აი ზუსტად ამ თხის რქის თვისებები პირველი დეკადის მერწყულებს აქვე ვიტყვი რომელია ეს პირველი დეკადა 21 იანვარს იწყება ხოლმე და თვის ბოლომდე გრძელდება. აი ამ პირველი დეკადის მერწყულებს ახასიათებთ თხის რქის პრაგმატულობა მერწყულის იდეურობასთან ერთად. ხო, კიდევ რა მინდა რომ ვთქვა, ესე იგი არის მოსაზღვრე ნიშნები, რადგან აი ეს ვთქვი რომ აი 21 და ამავე დროს ვთქვი წეღან დასაწყისში გადაცემის რომ წელს მერწყული დაიწყო 20 იანვარს. ანუ ყოველ წელიწადს ერთი და იგივე დროს არ იწყება ზოდიაქოს ნიშნები, რაღაც ცვლილებები შედის ხოლმე. განსაკუთრებით ნაკიან წელიწადს ეხება. ამიტომ, როდესაც მეკითხებიან, რომ მე აი მოსაზღვრე ნიშნის ადამიანები ხშირად მეკითხებიან ხოლმე კითხვას, რომელი ვარ. ამისი ზეპირად დადგენა არის წარმოუდგენელი. ეს დგინდება ეფემერიდების ცხრილით, ან სპეციალური ცხრილი არსებობს, სადაც ეს იგი პლანეტების ერთი ნიშნიდან მეორე ნიშანზე გადასვლას არის ჩამოწერილი და ვამოწმებთ. აქ მაგალითად საათებიც ყვითავს, ხო? საათებიც ყვითავს, ზოგ შემთხვევაში წუთებიც. ზოგ შემთხვევაში კი ძირითადად წუთები. და შეიძლება გაკეთდეს უკვე ასტროლოგიური პროგრამების მეშვეობითაც. ეს წინათ იყო, როცა პროგრამები არ იყო კომპიუტერული პროგრამები და ხელით ადგენდნენ ასტროლოგები და წვალობდნენ და ამ ეფემერიდული ცხრილების გამოყენებით. ხო, ამიტომ ცოტა ძნელია რომ ვთქვათ, რომ რომელი აი ესეთი მოსაზღვრე ნიშანში, რომელი ადამიანი როდესაც მოექცევა, მაგრამ ავიღოთ ჩვენ ტიპური დამახასიათებლები, როცა საუბრობთ, რომ 21-დან 18 თებერვლის ჩართულით არის მერწყული, თუმცა წელს როგორც თქვით 20-ში დაიწყო. ესე იგი 21-დან 31-მდე არის თხის რქის გავლენასაც ითავსებს მერწყული და შესაბამისად უფრო პრაგმატული ხდება. სატურნის გავლენით გამო. უფრო პრაგმატული და უფრო მიზანმიმართული ხდება, უფრო შრომის უნარიანობა გაცილებით მაღალი აქვს ვიდრე ტიპურ მერწყულს და აქტიურად აი იმ პრაგმატულობას იყენებს იდეის გასაფართოებლად, ასე ვთქვათ. ამისი ძალიან კარგი მაგალითი შემიძლია მოგეყვანოთ ანტონ ჩეხოვი. ანტონ ჩეხოვი ალბათ ხალხმსმენელმა იცის, იყო ექიმი, მედიკოსი იყო, მაგრამ ამავე დროს შესანიშნავი დრამატურგი და ლიტერატორი, ხო? ცნობილია მისი ესეთი ფრაზა, როდესაც ის ამბობს, რომ მედიცინა ჩემი კანონიერი მეუღლეა, ხოლო ლიტერატურა საყვარელიო. ანუ რას გულისხმობდა, რა შეიძლება რომ აქ გავიგოთ ჩვენ როგორც ასტროლოგიის თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანი მედიცინას უყურებდა პრაგმატული თვალსაზრისით, რითიც ირჩენდა თავს, ცხოვრობდა ხო ამ სამედიცინო სფეროთი და შემოსავალი აქ ჰქონდა, ექიმი იყო და აი ამ ყველაფერს ახმარდა თავის საყვარელს, ანუ ლიტერატურას, როგორც მამაკაცს ჩვევიათ ხო. შემდეგი ხო, კიდევ მინდა ვთქვა, რომ აი ამ მარტო ჩეხოვი არა, კრისტიან დიორი იყო აი ზუსტად აი ამ პირველი დეკადის წარმომადგენელი, მანე პირველი დეკადის წარმომადგენელი, გენიალური ბაირონი პირველი დეკადის წარმომადგენელი. ნუ ესეთი საინტერესო ფიგურებია, ხო? გადავიდეთ ახლა მეორე დეკადაზე. მეორე დეკადა, როგორც ვთქვით, უფრო ტიპური წარმომადგენლები არიან, აქ ურანი თებს შლის, იდეურია თავიდან ბოლომდე და ამ პერიოდში დაბადებული მერწყულები არიან როგორები, იცი? უფრო მთელი თავისი სიცოცხლე შეუძლიათ იდეას შესწირონ. დაუთმონ ყველაფერი იდეის განვითარებას. და რაც უფრო მასშტაბურია ეს იდეა და რაც უფრო პროგრესულია, მით უფრო მეტ ზდებს მერწყული ამაში, ტიპური მერწყული ამაში. და როგორც წესი, აქ პრაგმატულობა უკვე
აღარა ჩანს რა თქმა უნდა სამაგიეროდ ეს იდეურობა და კიდევ რა არის იცი ტიპური მერწყულისათვის დამახასიათებელი რომ ის წინ უსწრებს ეპოქას წინ უსწრებს გავითარებით თავისი იდეებით და თავისი მაგალითად შემიძლია ჟულ ვერნი დაგისახებ ყველას აქვს ბავშვობაში ჟულ ვერნი წაკითხული და გახსოვს ალბათ იქ რაც ეწერა ზოგი რაღაცა ჯერაც არ ამხდარა და ისეთი გამოგონებები და რაღაცეები დღემდე გარკვეულ საკითხებში დედაჩემს ეს ხო ნუ აი ესეთი ისა მენდელეევი ბატონო ჩემო მენდელეევიც მეორე დეკადის წარმომადგენელი იყო და მისი გამოთვლილი დატოვა ხო თავისუფალი ადგილები და ნელა-ნელა პოულობენ იმ ელემენტებს რომელიც სრულად ჯდება იმ პარამეტრებში რომელიც ამ კაცმა ჯერ კიდევ როდის იგულისხმა და შეადგინა ეს თავისი ტაბულა ასეთივე მითი მახასიათებლებით შეიძლება ვთქვათ კიდევ ერთი მეორე დეკადის წარმომადგენელი ბრეხტი რომელსაც მთელი ეპოქა შექმნა და წინ გაუსწრო უბრალოდ შექმნა ეპოქა რომელიც წინ უსწრებდა იმას რაც იმჟამად იყო და მესამე არიან უკვე გადასულ თევზებში თევზებში გადასული მესამე არის ესე იგი მეორე გამომრჩა რომ ეთქვა რომელიდან რომ ლამდია პირველი თებერვლიდან ხო 10 თებერვლის ჩათვლით და შემდეგ უკვე მესამე დეკადა იქნება 11 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით ზოგიერთ 19-ზეც გადადის ეს მერწყული ხოლმე მოსაზღვრეა აქ რა ხდება აქაც დუალიზმია როგორც პირველ დეკადაში მხოლოდ იქ თუ იყო პრაგმატულობა აქ თევზები ყოვლად არაპრაგმატული ნიშანია აქ ურანის იდეურობას ერწყმის თევზების იდუმალება ფანატიზმი და გაურება ეხლა ეს გაურება მოგახსენებათ ერთი თევზი აღმა მიცურავს მეორე დაღმა სიმბოლოშიც კი გაურება და კიდევ ცოტა არასასიამოვნო თვისებად ითქოს, მაგრამ ახსნი რომ რამ ხრივ არის აქ დადებითი სიცრუე. თევზებს ახასიათებს ცოტა ნუ ახასიათებთ ახლა მაპატიონ თევზებმა, მაგრამ ახასიათებთ ცოტა ტყუილებ. მაგრამ რაში იყენებს ამ სიცრუეს თევზის გავლენიანი მერწყული? ის იყენებს იდეის დასაცავად. ის იყენებს ამ იდეის შეფარულობისათვის. აი აქ გავიხსენოთ კიდევ ერთი აი ესეთი მესამე ნიშნის ტიპური წარმომადგენელი კრილოვი. კრილოვი რომელიც წერდა იგავარაკებს და იგავარაკები ქართულად ჩვენ სიბრძნე სიცრუისა გვაქვს და ანალოგს თუ გავავლევთ ეს არის სიბრძნე ეს არის რაღაცა ასე ვთქვათ დელიკატურად ნათქვამი დელიკატურად ნათქვამი სიმართლე რომელიც სიცრუის ფორმით არის მიტანილი ანუ იგავარაკები იყო იარაღი ფორმა იყო ცრუ ხო შეფარვით ნათქვამი სიმართლე კიდევ ერთი უშესანიშნავესი წარმომადგენელი იგივე დეკადის ერთი კი არა ორს ვიტყვი ჯორდანო ბრუნო და galileo galilei, რომლებიც მე ამაყება რომ ასტროლოგებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, ასტრონომები, ასტროლოგები სხვა მეცნიერებებშიც შესანიშნავად ერკვეოდნენ და ფლობდნენ, მაგრამ აქ რაზე მინდა რომ აქცენტი გავაკეთო. ესე იგი, მათ მოუწიათ თავიანთ იდეაზე უარის თქმა. ალბათ ყველას გახსოვთ ეს. მაგრამ ეს უარი არა იქიდან იყო გამოწვეული და განპირობებული რომ მათ თვითონ აღარ სჯეროდათ იდეის არამედ მოუწიათ ეცრუათ რომ დაეცვათ იდეა რომ შეენარჩუნებინათ იდეის სიცოცხლის უნარიანობა თუმცა ბოლომდე მგონი მაინც ბრუნავსო ხო მაინც ბრუნავსო ანუ აი ზუსტად ეს არის რაც მინდოდა მეთქვა დეკადების შესახებ თუმცა მთლიანობაში შეიძლება თორე ძალიან გადავაშორეთ დროს და გადავაჭერბეთ
ძალიან მოკლედ რო ვთქვა, რაც შეიძლება დღეისთვის ამოვწურო და შემდეგში დარწმუნებული ვარ პროგნოზი მაშინ. პროგნოზი, კი ბატონო, უცბად ვიტყვი პროგნოზს. ესე იგი, განსაკუთრებით კარგი პერიოდი იქნება დღეიდან დაწყებული 8 თებერვლის ჩათვლით, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ამბიციური გეგმები განვახორციელოთ. ამაში ძალიან კარგად შეგვიწყობენ პლანეტების განლაგება ხელს. აი ბოლო კვირა, ესე იგი 11-დან 18 თებერვლის ჩათვლით ცოტა არ არის ამ ხრივ ხელსაყრელი და ამიტომ რაც მნიშვნელოვანი საქმეებია ბოლოსთვის, ნუ მოიტოვებთ ეხლავე მოაბით თავი ბოლო. განსაკუთრებით კარგი იქნება ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, მერწყულებისათვის, ლომებისათვის ბატონო ჩემო და უბრალოდ ლომებამდე მინდა ვთქვა, რომ ჰაერის ნიშნები ჩამოვთვალო. მერწყულებისათვის, სასწორებისათვის და ტყუპებისათვის, ასევე ცეცხლის ნიშნებისათვის, შენთვის, ვერძებისათვის, ლომებისათვის, ვერძებისათვის და მშვილდოსნებისათვის, განსაკუთრებით ლომებს ზოგადად მერწყულის პერიოდში არ უმართლებთ ხოლმე, მაგრამ წელს შესანიშნავი პერიოდი გექნებათ, ვინაიდან იუპიტერი გსტუმრობთ და იუპიტერი წარმატების მომტანი პლანეტაა და ასე რომ დაზღვეული ხარ. მადლობა იუპიტერს. მადლობა იუპიტერს. შედარებით ესეთი ნეიტრალური პერიოდი იქნება ისე რა ქვია, წყლის ნიშნების წარმომადგენლებისათვის და ცოტათი შეიძლება მიწის ნიშნებს გაუჭირდეთ ადაპტაცია. აი ეს არის მოკლედ. კეთილი. ხათუნა აღვინიაშვილი, გალბატონი, ასტროლოგი, მოკლედ სტუმრობდა და ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდი და მე იმედს გამოვთქვა, რომ თქვენ კიდევ არაერთხელ იქნებით ჩვენი გაცემის სტუმარი და საინტერესო მოკლედ ნაშრომებს გაგვიზიარებთ. ჩვენ სარეკლამო ჭრაგველის წინ შემდეგაც ახალი სტუმრებით დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგულობთ.